დაგიბრუნდით მეგობრებო კახეთის ვლოგით და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაზისუბნის მამულში. წავიდეთ დავათვალიეროთ. ნახეთ როგორი ლამაზია. ჩემი მოსწავლე იყო ერთი კვირის წინ და ისეთი კმაყოფილი იყო, რომ სულ ამაზე მელაპარაკებოდა და მაგის გამო წამოვედი. ძალიან ლამაზი ბილიკია, გავისეირნეთ და აქეთ არის აუზი. საკმაოდ დიდი ვენახი აქვს სხვათა შორის. ნახეთ რა ხედი აქვთ. ძალიან კაია. წავიდეთ ახლა რესტორანში რამე გემრიელობა შევუკვეთთ. მივდივართ მარანში. აქეთ არის საპირფარეშოები. ძალიან ლამაზი ადგილია. აქ ფოტო მინდა. აი აქეთაც უზარმაზარი სივრცე ყოფილა. აი ეს გამოიყურება. რა ლამაზია. აუცილებლად დავდებ ინსტაგრამზე პოსტს. ზემოდან არის მინდორი. ანუ იქიდან გამოხელა შენობა საერთოდ არ ჩანს. მინდორია. ხო და ესა პოსტს დავდებ აუცილებლად. და დამიკომენტარით ყავისფერი გულები მაგ პოსტზე და მივხვდები რომ YouTube-დან ხართ გადმოსულები. ამას გადავუღებ ახლა სურათს და დავდებ. პატარა სავარჯიშო სივრცეც ნახეთ და თუ არია. კი, შეგაჭრიტებთ. ასე გამოიყურება. ველოსიპედი დგას, მატები, დიდი სარკეა. მოახერხებ რაღაცას რა. ჩვენ ავიღეთ ჟოლოს წვენი, პატამ აიღო ფორცოხლის წვენი, უბრალოდ ორივე ავიღე, იმიტომ რომ გამესინჯა და რომელიც მომეწონებოდა, მე ის დამელია და ჟოლოს ვფიქრობდი თავიდანე და ჟოლო მომეწონა. აქ გვაქვს ლობიანი, აქ გვაქვს ჩიხტმა და კიდე რაღაცებს შევოლდებით. ნახოთ. საგებია. 10 ლობიანი შევაფასოთ. მეგობრებო, თავარია საჭმელი იყოს გემრიელი. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ეხლა უნდა გავსინჯო საქონლის წვადი, აი ამ გემრიელის შოსთან ერთად, რომელიც ცხელი მოგვიტანეს. გემრიელესია. მეღორის ხორცი ძალიან მამძიმებს ხოლმე და ვერ ვჭამ ხოლმე, ამიტომ საქონლის ხორცის ავიღეთ ეს მწვადი და აი არ ვიცი, ყველაფერი ძალიან მომეწონა. ყველანაირად ძალიან კაია. ნახეთ რა სიმშვიდეა. საოცარი ადგილია. კერძები უგემრიელეს. ხო, აი მართლა არ ვიცი, ესე გემრიელად სად ვჭამეთ პატას ვეკითხებოდი, რომ მეთქი გაიხსენე ეგეთი შემთხვევა, სად ვჭამეთ ესე გემრიელად, აი ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. მომსახურება 10-დან 10. ხო, ძალიან საყვარლები არიან მომსახურე პერსონალიც და რა ვიცი. არანაირი რეკლამა არ არის, ჩვენც უბრალოდ მოვედით და ეხლა უნდა მეხსენები, ანუ როგორც თქვი, ჩემმა მოსწავლემ, რომელთანაც ძალიან კარგად მეგობრობდა უკვე 3 წელიწადზე მეტია ეს გოგო ჩემთან დადის და უბრალოდ მოსწავლე აღარ არის. გაუწია რეკომენდაცია და ვიცი რომ კარგს მირჩევდა. და ეგრევე ერთ კვირაში დავგეგმეთ, წინა შაბათ-კვირას თვითონ იყო, ამ შაბათ-კვირას ჩამოვედით ჩვენ. თან სოფელში მივიდით, გზად არის და გემრიელად ჭამეთ და სოფელში მივიდივართ ახლა. ნახეთ, თან როგორი ბუნება, ესეთი ულამაზესი ბილიკები და რა ვიცი, ყველაფერი მომეწონა. ხო, აქ ძალიან გემრიელი ღვინოებიც აქვთ. უბრალოდ ჩვენ რო არ ვსვავთ, არ შეგვიკვეთავს, მაგრამ ვიცი რომ ბევრი ადამიანი უშუალოდ მაგისტვის მოდის ხოლმე, რომ ღვინო გასინჯოს და ეგეც გქონდეთ ხედველობაში. წავედით ახლა აფენში. ესე იგი, ეხლა მე პირველ რიგში უნდა დავიძინო, იმიტომ რომ გუშინ ვიყავით სტუმრად და სახლში მივედით ღამის 2 საათზე. მერე როდის მე ვიბანავე, როდის მოვწეს რიგდია სკინქეარი ჩავიტარე, ღამის 3 საათზე დავწერ კი დასაძინებლად. დილის 9-ზე მოსწავლე მყავდა შესაბამისად ავდექი 8 ნახევარზე. ძალიან ცოტა მეძინა და მთელი გზა მე და პარა ერთმანეთს ვეყუდებოდით, ისე გვეძინებოდა, იმანაც ეგრე დაიძინა რა, სადღაც ღამის 3 საათზე და მე ერთად გავიყვიწეთ დილით და ამიტომ პირველ რიგში ასაც ვაკეთებ, ახლა წვები ვიძინებ და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით 1-2 საათი რომ დავიძინო, ზუსტად მეყოფა. გავიყვიცე, კი არა და გამოყვიცეს 6 საათია. ჩემი ბიცხოვადები და ჩემი არიან გადმოსულები ბეშკენიდან და გადასარევი ამინდია კახეთში, ახლა ველოდებით პატას, უნდა მოიტანოს სამწვანე ხორცი და მაგისტრის მედის მზადება აქეთ. ბიძა ჩემი ანთებს ცეცხლს.
აი, ესეთი პროგრესი გვაქვს ჩვენი რემონტის. კლინიკის ის მკეთდება რა, კლინიკის მხარე. ძალიან ძალიან მოუხდა. ჭერი აიწია და უფრო მაღალი გამოჩნდა. მოვიდა ჩემი ბაბუნა და ესეთი ვარდი მომიტანა. გამოსულები ვართ მაღაზიაში, პაატა გადავიდა ეხლა და იყიდა შოთები და ეხლა ველოდები, აი ძალიან მინდა კიდრი პომიდორის სალათი რა, რაღაცა მინდა მსუბუქად რომ ჭამო და უნდა მიყიდოს კიდრი და პომიდორი. ოკეი, ესეთი სუფრა იშლება. ეხლა გაჩვენებთ ჩემს სალატს. იპოვე? აი აქ დავჭერი კიდრი პომიდორი და ზემოდან ბევრი მწვანე. ეს არის ხო მესმეხები გიგია ის. ბაბლო ნახე? ვინ მარკეტინგი ფინა. გოგდები. ვახტო პაპა. ნახო პატარა. რასახი პატარა. რა? აა, ჩვენ ის როგორ არა მაგის მოხდა? მოდი ნახე. ხო. მე წავიდე და ისეთი სანახავ. ნახე მაგარი. თუ რაღაცა იყო. მე კაცი რომ დავს ხარას რომ ხარას. აკრიშკა გერვითო დიღომში იყო. ახლა აქეთ ხარობთ ვიყავით ასე. არა დიახო. მეგობრებო, ამ გახსენებაზე თქვენს მოიმზადებ სალათი. თან უყურეთ ამ ვლოგს და თან ჭამეთ ჩემთან ერთად. ეს რომ დამაწყებია სპაზმური ყველა. არის სწავლეთ რა. ვუყურებთ. მე და პატა გადმოვედით აქეთ მხარეს და დავწერეთ ესპანურის დავალება. ან პატიო რა არის? არა ის პატიო სხვა რაღაცა. ეზო. დღეს ჩვენ მქონდა დავალებათ თავისუფალი თემა ესპანურში. ჩემი სახი სოფელში ესე ერქვა და ძალიან კაი თემები დავწერეთ. ნახოთ აბა რას გვეტყვის ხვალ მასწავლებელი. გია გამოდები. გადავიდიო ყურებზე. ერთი. როგორ გადაკატაროს აი? ო, გადაივლის, გადაივლის. 2 3 მოიცა. ერთად უნდა ხელშეკიდე მარულ ეს. მოიცა ერთი მოიწყო მე დავა. ხო. 1 2 ელის მოგინდება. ფაშოი. მე არ დავიდე უფრო არ. ეგრო გავა. 3 არა, ძალიან არ მიმაქნა. ნელ-ნელა იმაქნებდა. 1 2 3 შორს წახვედი და მე აქ გამოხვედი. ის ვიდა მე გოტახი. ნატო ეს ისა, დამწყის ისა. ვახტა მოგიტანა. ხო ახლა გამიცა. რა როგორ გინდა? ანუ ასე მანძილი იზრდება ძალიან რა. ასე უფრო ახლა ნახავდის. ბაბაი. 1 2 3 პირველის ნახევარია ჩემი ძილის დროა უკვე თან დღეს რო კარგად არ მეძნა, იმედი მაქვს დღეს ღამით მაინც მაგრად გამოვიძინებ და ამოვედი ახლა დღეს ვიცინებ გვანცას ოთახში აქ რა ხდება დედა ჩემის წამლები და რაღაცეებია. ჩემს ოთახში დავიწყდათ გათბობის ჩართვა და ძალიან ცივა. ხო და გვანცას ოთახში ჩართულია და აქ დავიცინებ დღეს. ხვალ დილის 11-ზე გვაქვს ესპანური, დავალება დავწერეთ, ყველანაირად მომზადებულები ვართ და ვეცდები ადრე გავიკვიძო, რომ მანამდე საუზმეც მოვასწროთ. გათენდა მეგობრებო და ყველაზე მეტად რაც მიყვარს კვირადილით, ეგრევე ვიბანავე, გამოვიცვალე. ეხლა თმას გავიშრობ, მაკიაჟი უკვე გაკეთებული მაქვს და მერე მივალაგოთ ჩემი ოთახი. აქ რაღაც ახალი ტანსაცმელები ვიპოვე, ზოგი აქეთ გადმოვყარე და ანუ კარგ მდგომარეობაშია ეს ტანსაცმელები აბსოლუტურად რა, რამდენჯერმე გვაქვს ნაცვამი და გადავწყვეტე რომ გადავაწყო, ვნახო რომელი რა ზომა არის და მერე გავაჩუქოთ. მაგრამ ჯერ ეხლა საჭმელი მშია ჩავიდეთ ქვემოთ ჭამოთ და ეს ყველაფერი მერე გავაკეთოთ. ესპანურის გაკვეთილის მერე. ეს უნდა. pequeño Mío, amas con gol. Pequeño. Delante de la casa hay una casa de mi amigo. Oh.
მუჩო არის არსებითებთან და ზნებთან, ხო მას? არსებითებთან და ზნებთან. კი ბატონო. Yo trabajo mucho. მე ბევრს მუშაობ. როგორ იყავს? ოკეი. Muy არის ზოგსართულში ხელებსა. Detrás de mi casa hay un hospital de mi madre. Ella es médica. Dentro de mi casa hay 7 habitaciones. Yo tengo 2 dormitorios, uno en Tbilisi y uno en Kakheti. Pero me gustó el dormitorio en Kakheti más. Finalmente yo tengo la casa hermosa. ძალიან კარგი გოგო ხარ. ანუ რა ხდება? სიბერისკენ დაეშვებენო. რა გეტყობა ჯერ ახალგაზრდა გოგო ხარ? იმაში ვნახე. ხა მაიამოს უნდა გავუკეთო ლამაზი ვარცხრილობა. ცოტა გაჩეჩილი აქვს, მაგრამ ლამაზად გავუკეთოთ. თუმცა თბების იმაზე ხო. რა სახლა ხათო დაიგარი. ჩემი ხათრით ჩერდება. ო, იგივე წალა ბაბა. აუ ისეთი ლამაზი გამოდის. ხათო ეგარ ჩერებულება. მასე განსაკუთრებული. აი ერთი მხარე გავაკეთე ესეთი ლამაზი ნაწყავი, ეხა აქეთ მხარეს გავაკეთე. ხო, მაგუგუ. ვიდეოს დავდებ და ნახე შენი თავი, კაი? ერთად მივედი და ძრავი. არც არაფერი ამას და ამ ძრავს ასეთ შეთავიდანე ამაზე მაგარი ძრავის ხომ. იაპონის ქენი გასავლა თუ ან კიდე ვერაფრის ისორო ვეღარტულის. ეცე ლამაზა. შენ რა გონი ახლა? ამასუკურე. მართლა ლამაზი ბავშვია. ამასუკურე. შეკერე. ხო, როგორი ლამაზი გამოვიდა. ჩემი რა კიარი არის? პატა, მართვის კაპოტი გოგოსანი წეხან ამას ხო არ შეჭამჩვილა. დანიელა, ესეც ხო ამოიღელანი კარგები დაარჩია. კი ხდება, გოგო. ერთ ვიდეოს ვუყურე, თუ როგორ უნდა გავხდეთ უფრო უკეთესი იუთუბერები და ამ ვიდეოში თქვეს, რომ მხოლოდ ვიდეოს ბოლოს ნუახსენებთ თქვენს მაყურებელს, რომ არხი გამოიწერონო. სადღაც ვიდეოს შუაშიც შეახსენეთ ხოლმეო და ამიტომ ვიზიარებ მაგ რჩევას და გახსენებთ, რომ გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი. ძალიან მინდა რომ ახალ წლამდე ავიდეთ 50,000 გამომწერამდე და ჯერ 59,000-ს არ ვარ ასული. ხო და ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. და ასევე თუ თქვენს ოჯახში კიდევ აქვთ სხვა ადამიანებსაც ტელეფონები და ჩამოტვირთული აქვთ YouTube-ი, ძალიან გამახარებთ თუ მათი ტელეფონიდანაც გამომიწერთ, იმიტომ რომ თუნდაც 100 მაყურებელმა რო ეგ გააკეთოთ, პლუს 100 გამომწერი მეყოლება ამ ვიდეოდან და ძალიან მიუახლოვდები 50,000-ს. მომეციბება. კარგი მაშინ დაგირეკა მან. მე მოსწარი გადაღება, მაგრამ ჯოკერას ვარცხლი და მარიამი სამარცხლით. აკაკაკა. ბიჭო, მოსწონს თავის ისმები. ლალი. ვერ ნახე ის ექიმის შეკითხვა უნდა და მის დედასთან და საწევი და რა ქვეყნის ხელად ყვერი. არ მარ გაუხარისხო. ეი რა ხარ? რა ვახარ? აგაში როგორ ახარ? დღეს გამიწყდა кейსზე რომ მქონდა ჩამოკიდებული აი ეს საკიდი ნიაკოს მძივებით მაქვს აწყობილი და გადავწყვიტე რომ ახალი გავაკეთოთ ან ესეთ ძაბზე ავაცვი რომ აღარ გამიწყდეს. ვარ მომეწონა აწყობილი და დავშალე. ეხლა თავიდან უნდა დავიწყო. გავაკეთე, ნახეთ რა ლამაზი გამომივიდა. ორ ფერში გადავწყვიტე. ეხლა ვზივართ და ესპანურს წერთ. მეგობრებო, საკმაოდ გვიანი კი არის, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც წინა ვლოგში მე ვერ გავაკეთე ნორმალური მაფინები, იმიტომ რომ ინგრედიენტები არ მქონდა, დღეს გადავწყვიტე რომ ეგ ამბავი გამოვასწორო და თითქმის ყველა ინგრედიენტი მაქვს. ერთადერთი რაც მაკლია არის ბანანი.
რომელიც დღეს უნდა მეყიდა მაღაზიაში და დამავიწყდა. არადა რამდენჯერმე ვიყავით მაღაზიისკენ ჩასულები, თუმცა არა უშავს. ბანანს შევცვლი ვაშლით. 3 ვაშლი მაქვს ესეთი, გავთვლი კარგად, წყვილად დავჭრი და გამოვა ვაშლის მაფინები და არა პირობითად ბანანის, მაგრამ არა უშავს. თქვენ თუ ბანანი გექნებათ, ჯობია რომ ბანანი გამოიყენოთ. დავიწყოთ. პირველ რიგში დაგჭირდება 3 კვერცხი. გავტეხოთ და აი აქ ესეთი ჯამი მაქვს, რომელშიც უნდა მოვამზადო და რაღაცნაირად მინდა რომ პროცესისთვის გაყურებინოთ და როგორ დავდო ეს ტელეფონი არ ვიცი. აი ესე ძლივს დავამაგრე ტელეფონი და დავიწყოთ. ეს გავწიოთ იქით. ესე იგი, მოდი სანამ დავიწყებ, გეტყვით რა ინგრედიენტები მაქვს აქ. აქ მაქვს 3 კვერცხი. დაახლოებით 10-15 გრამი ქოქოსის ფხვნილი, რომელიც აი ამაში ჩავყარე და ისე წამოვიღე თბილისიდან. აქ მაქვს 2 კოვზი პროტეინის ფხვნილი, რომელიც ასევე ყავის ჭურჭლით წამოვიღე თბილისიდან. არ არის აუცილებელი რომ პროტეინი გაუკეთოთ, თუ გაქვთ სახლში გაუკეთეთ თუ არა და არ არის აუცილებელი. აქ მაქვს ვანილი, რომელიც წინაზე არ მქონდა სახლში. მაქვს კაკაო, მაქვს შავი შოკოლადი, მაქვს მევგალის იოგურტი, 15 გრამი პროტეინი აქვს და შევარჩიე მარწყვის არომატით. თუ გინდათ სხვა იოგურტი გამოიყენეთ, არ არის პრობლემა და რა თქმა უნდა 3 ვაშლი, რომლის მაგივრადაც აქ უნდა იყოს ბანანი, მაგრამ არა უშავს. ასევე ვაპირებ რომ ცოტა ესეც დავუმატო, ეს როგორც იცით, ბებია ჩემს აქვს მაცივარში არის გატარებული ნიგოზი ცოტა შაქართან ერთად და რაღაცა 2 პატარა კოვზს ამასაც დავუმატებ, რომ უბრალოდ კარგი არომატი მისცეს. ეხლა პირველ რიგში ჩვენ დავიწყოთ ვაშლის გათლით. ქოქოსი, პროტეინი, ვანილი და კაკაო. ბევრი ვაშლი მომივიდა. მაინტერესებს მე გამოცხება უეჭველი ვიცი და მაგითო. ასე გამოიყურება საბოლოოდ. გამოცხო მეგობრებო და აბა ვნახოთ. კარგად გამოიყურება. დღეს აღარ შევჭამ, უკვე ძალიან გვიანია, ხამის 12 საათია, მაგრამ ხვალ გავსინჯოთ. ძალიან თხელი იყო შიგ თავსი თვითონ და მეთქინე და როგორი გამოვა თქო, მაგრამ იდეალური ჩანს. ეხლა მინდა ცოტა რომ წავივარჯიშო, აქ ლახტი მაქვს და დავიწყოთ. მორჩი მეგობრებო და ეხლა გამახსენდა რომ დღეს გითხარით რომ ასაცმელი დავალაგოთ მეთქი და სულ დამავიწყდა რომ დასალაგებელი მაქვს და ეხლა ავიდეთ ჩემ ოთახში და დავალაგოთ. ძალიან მეზარება, მერე დავიწყოთ. პირველი არის ეს ჯინსი. ეს არის ულამაზესი ჯინსი. ჩემი ჯინსი იყო ეს. უბრალოდ ეხლა კარგად აღარ მაქვს, მაშინ ვიყავი ალბათ 43-44 კილოგრამი და
არის ულამაზესი ჯინსი, ძალიან ლამაზი დგომა აქვს. ესეთი ფერის ჯინსებიც ძალიან მომწონს, მუქი ლურჯი არის და არ ვიცი, ძალიან კარგი მდგომარეობაშიც არის, მე მგონი სულ ერთხელ თუ ორჯერ მეცვა და რამდენიმე საათით, ამიტომ თითქმის ახალივით არის, ამას რა თქმა უნდა გავაჩუქებ. აქეთ გადავაწყობ, რასაც გავაჩუქებ. შემდეგი არის ეს შარვალი. ამ შარვალს დაუთოება სჭირდება. ადრე იყო ხოლმე ესეთი პრინტი მოდაში და მაშინდელი შარვალი არის ეს. ესეც კარგი შარვალია, ესეც გასაჩუქებლად გადავდოთ. კიდე იყო რაღაცა ესეთი მქონდა ხოლმე. დაახლოებით შავ-თეთრში იყო, ისიც აქ უნდა იყოს წესით. ვაიმე, ეს არის ძალიან საყვარელი ზედა. არ ვიცი ეს რა ქსოვილი არის სასწაულად დათბილული. ესე გამოიყურება. ეს ახლა რამ ხელას რა ზომა არის ეს, ვის ეკნება კარგად. მოკლე ხელები აქვს. ნახეთ რა ძალიან მოკლე ხელები აქვს, ეს უფრო ბავშვი თუ მოირგებს ამას. აქეთ გადავდოთ ესეც გასაჩუქებელ ტანსაცმელთან. შემდეგი ეს რა არის? ეს შეიძლება იყო კვანცასი, ამიტომ კვანცას ტანსაცმელზე მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, აქეთ გადავდებ და რომ მოვრჩებით დაურეკავ და ვკითხავ თუ აღარ უნდა გავაჩუქებთ. ესეც ჩვეულებრივი. ეს არის ოლიმპის ზედა, ეს გვაჩუქეს იცით სად? სპორტული საკვები დანამატების კომპანიაში რომ მუშაობდი, იქ სხვადასხვა კომპანია აგზავნიდა ხოლმე ბრენდირებულ მაისურებს და იქ მოგცეს. არ მოვყვები მოდი ამ ჰუდის ისტორიას, იმიტომ რომ ცოტა პირადული ამბავია, მაგრამ ხო, ამასაც აღარ გამოვიყენებ. შემდეგი არის ეს შარვალი, რომელიც არის ასევე კვანცასი, თუმცა თვითონ განაცხადა, რომ აღარ გამოვიყენებ, კრემისფერი შარვალი არის. ესეც მე მგონი კვანცასი იყო. ამასაც გავაჩუქებ, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ამაზეც განაცხადა უარი, ამაზე არ მახსოვს რა თქვა. სავარაუდოდ არ დაიტოვებს, მაგრამ მაინც ვკითხოთ. პერანგი არის ესეც. პერანგები ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან მეზარება ხოლმე გამოყენება, იმიტომ რომ დაუთოება სჭირდება და ძალიან მეზარება დაუთოება რა. ამ საუკუნეში დედაჩემს ვეუბნები ხოლმე, რომ მარტო შეღა აუთოვებ თქო. არ ვიცი, ვინმე აუთოვებს კიდე? დედათქვენები აუთოვებენ? არ ვიცი, მე მგონია რომ მარტო დედაჩემი აუთოვებს. ეს არის შემდეგი, ეს არც მახსოვს. ჩემი იყო, ვისი იყო? არ ვიცი, გავაჩუქოთ. ეს არის ესეთი მოსაცმელი. გავაჩუქოთ ეს არ მეცნობა, რაღაცებს საერთოდ არ მეცნობა. ესე იგი, ჩემი დასწრელი საერთოდ არ არის. აი ამ შარვალზე შეუბნებოდით, ნახე. ძალიან მოდაში იყო ხოლმე, ძალიან ტრენდული იყო ხოლმე ეს პრინტი. ესეთი მქონდა ელასტიკიც, ვაიმე, ელასტიკები მქონდა იმდენი ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ელასტიკები და აი ყველანაირი მქონდა, ხალხო, ყველანაირი ფერში მქონდა. ყველანაირი პრინტით მქონდა, ლეოპარდის პრინტით მქონდა, ზებრის პრინტით მქონდა, არ ვიცი, ზოლიანი მქონდა, ლურჯი თეთრ ზოლებში მქონდა და შავი თეთრ ზოლებში მქონდა, ანუ ყველანაირი ზოლიანი მქონდა. და აი არ ვიცი, რომ მივდიოდი ხოლმე, ჩემს ბავშვობაში ხო ლილოში გვამარაგებდნენ ხოლმე, სკოლამდე წაგვიყვანდნენ ხოლმე და ლილოში ვმარაგდებოდით. ხშირად ტანსაცმლით და იქ ვყიდულობდი ხოლმე ერთი 5-6 ელასტიკს მაინც და ეს ყოველწლიურად რომ ყიდულობდი და თან არც წონაში ვიმატებდი, არც ვიკლებდი, სულ ერთი და იგივე იმაზე ვიყავი ხოლმე და დამიგროვდა უამრავი ელასტიკი. ეს არის თეთრი ხუდი, ესეც გავაჩუქოთ. ეს ზედა ძალიან მიყვარს. ეს ზედაც მე მგონი ექსკურსიისთვის ვიყიდე. ეს კვანცასი არ არის, ეს ჩემი არის. ამას დავიტოვებ აუცილებლად, იმიტომ რომ ამ ზედასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ეს გამოუწერე კვანცას, ახალი შემოსული იყო მაშინ ტაობაო და ჩვენ არც კი ვიცოდით გამოწერა. ონლაინ საიტები იყო, ონლაინ მაღაზიები იყო ხოლმე Facebook-ზე, რომლებიც იწერდნენ. ხო და იმ მაღაზიას მიწერე და ზედაქვედა გამოუწერე კვანცას და იმ დროინდელია. ეს არ ვიცი რა არის. მოსერო ეს რა არის? რამე იდეა გაქვთ ეს რა არის? პირველად ვხედავ. ანუ აქედან მხრიდან არის ტყავის ქსოვილი თითქოს და აქედან არის ჩვეულებრივი თხელი ქსოვილი.
არ ვიცი. ესეც გადავყაროთ. ხო, წავედი ახლა მეგვენცას დაურეკავ და იმდენად შენ დასაცმელსაც გავარკვევ. ჩამოვედი მეგობრებო სამსახურში ვარ და ეხლა მაქვს შესვენება. ნახეთ აქ რა მაქვს. მაფინები ჩამოვიტანე. განსაკუთრებით გემრიელია რამეც ხელთან ერთად თუ ჭამაი ან ყავასთან ერთად ან ჩაისთან ერთად ძალიან გემრიელია. ერთადერთი რასაც შევცვლიდი, აი ვაშლის დიდად მოყვარული არ ვარ მე. ბევრად უფრო მირჩევნია ბანანი. და რახან ბანანი არ მქონდა, ხო იცით, მაგიტო გამოვიყენე ვაშლი, მაგრამ შემდეგზე რო გავაკეთებთ, აუცილებლად ბანანით გავაკეთოთ, იმიტომ რომ ბანანი ბევრად უფრო სხვანაირ გემოს აძლევს და ის უკეთესია ხოლმე რა. ვიდეოს აქ დავასრულებ, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ვლოგი, მადლობა რომ მიყურეთ და ერთადერთი თხოვნა, როგორც გითხარით, ამ ვიდეოში ის მექნება, რომ თუ თქვენს ოჯახის წევრებსაც აქვთ YouTube, გთხოვთ მათი ტელეფონებიდანაც გამომიწერეთ, რომ იქნებ როგორმე ავაღწიო ახალ წლამდე 50,000-მდე, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან მინდა რომ ეს რიცხვი დავინახო ჩემს page-ზე. ძალიან დიდი მადლობა ვინც მაგას გააკეთებთ, წინასწარ უდიდესი მადლობა და დროებით.